საღამო მშვიდობით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მინდა ყველას მოგესალმოთ და ტრადიციულად პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ კომედი არხის ერთგული მაყურებლები ბრძანდებით. როგორც უკვე მიხვდით, ეთერშია ყველაზე მხიარული და სასიამოვნო გადაცემა ანეკდოტების რვეული. მას ასე თბილად მოკალათით თქვენ სავარძლებში ტელევიზორების წინ და ერთად ვნახოთ, რა მოგვიმზადეს დღეისათვის ჩვენმა მეგობრებმა. მას ასე მერვე ადგილი ანეკდოტების რვეულში. კერე იყო და რა ვქნა ჯო? ისე ძამა, აი გახელები მაგარი ჭორიკანა ხალხი ხარ. ენას ვერ აჩერებთ პირში. ხო. რა თავითომა, ჰა? ო რათა და ბებია თქვენისა. აბა ვირის და კახელისა ვირმა გააბაზრა, ხო? არა, ვირმა რო გააბაზრა, ცხადია, მაგრამ რომელმა? ეს არის საკითხი. მე 7 ადგილი ვნახოთ. მუშე გძინავს? არა. რა გინდა? მუშე. ო, 5 ლარი მომერა. ვერ ახედავ რომ ძინავს. კიდე კაი 100 ლარი არ უთხრა. თუ არა, ეს საერთოდ არ იყო ცხოვრებაში გამღვიძებელი. მე-6 ადგილის ჯერია. ნებისმიერ ქალს ორი რამ სჭირდება ბედნიერებისთვის. ქმარი და სხვა დანარჩენი. არა, ეს უეჭველი, ეს სიბრძნე ამოიკითხეს სადღაც, თუ არა, ამას ქალისწვენი ვერ მოიფიქრებს, ტყუილია რა. სხვათა შორის, ერთი ანეკდოტი ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ქვია ქალური ლოგიკა. ეს ანეკდოტი მოვყევი აქ, რომელი და ესე იგი, ქალი მგზავრობს ავტობუსით რა და მის წინ დგას კიდე ახალგაზრდა ქალბატონი და უნდა რომ ფული გადააწოდოს და ფიქრობს ახლა ეს ქალი როგორ მივმართო. ამ ქალთან თან აკვირდება. ესე იგიო, ამ გაჩერებაზე არ ჩავიდე. ესე იგი, ჩემ მიკროში მოდის. ჩემ მიკროში მოდის. ესე იგი, ხო, იქ სადღაც ამ უბანში ცხოვრობს ალბათ თუ ესე ჩანთაში უდევს ღვინის ბოთლი. ესე იგი, საყვარელთან მიდის. ძვირიანი ღვინის ბოთლია. ესე იგი, სიმპათიური კაცია. ჩემ მიკროში ახლა ორი სიმპათიური კაცი, ერთი ჩემი ქმარი, მეორე ჩემი საყვარელი. ჩემ საყვარელთან მე მივდივარ. ესე იგი, ეს ჩემ ქმართან მიდის. ჩემ ქმარს ორი საყვარელი ყავს. ერთი თეონა, მეორე ელენე. თეონა მივლინებაშია. ესე იგი, ის უკაცრავად ელენე ფული გადააწოდეთ რა. ბოდიში, საიდან ვიცნობ? ეს არის მოყოლი და არა, ხო და ესე ქალი გზავრობს ავტობუსით და მიწი დგას კიდე ახალგაზრდა ქალბატონი. პი. აკანე ვერ მოატრიალებს, სადნი დგაი. აი ხედავთ ხანდახან ეს რუსული სიტყვები რო გვადგება პი და ლუ თირო შესული ვახ ანეკდოტი არ გამოვიდოდა რა გვეკ მას ასე ბატონებო ახლა გინახოთ
მეოთხე ადგილი ბიჯო სანამ ცოლად მეიყვანდი სექსი თუ გქონდა არა ბიჭო ასამბო და შენ არა მე კი მქონდა მაგრამ რა ვამეგონა ახლა შენ თუ მეიყვანდი კაია კაცო კაი რაჯობია შინაურს უნდა გქონდეს ცოლთან სექსზე უცხო და გადამფრიელი შინაური არ ჯობია მესამე ადგილის ჯერია გაგიმაზო ბიჯო არ იყო მასე მომისმინე დურია მასე იყო თქო ბიჯო ბიჭო არ იყო თქვა მასი არ იყო მომისმინე აგერ რასაც თავში ჩევიდო ყველაფერი მახსოვს ხო ტიჩა რა ხარია ბიჯო ჩემი ვალი რომ გაქვს იგი რეჟი არ გახსოვს მაგი ბიჯო თავში კი არა ჯიბეში ჩევიდები ჯიბეში ბიჯო არ იყო გაგიმაზა ბიჯო ამისინა გურია მასე იყო არ იყო მასე არა კიდე კაი ხალი რო არა თუ არ ამას რამდენი რამე არ ემახსოვრება ვინ იცის ერთი ანეკდოტი მინდა მოგიყვეთ კიდევ თბილისში მცხოვრები ქუთაისელი ჭიჭიკია სააღდგომოთ მიდის დასავლეთში რომ მამამისის საფლავზე გავიდეს დატვირთული მიაქახა გზავრობს ჩაჯდა ტაქსში ეს სააღდგომო რაღაც ატრიბუტებით და რა თქმა უნდა სააღდგომო კვერცხებითაც და ეს მძღოლი ძალიან ეჩქარება გარბის ჩქარა ითმინა ცოტა ჭიჭიკემ და მე რეუბნება შეგენაცვალე მამაჩემის საფლავზე კი მინდა გასვლება რა თრათისეს ნუიული ახლა პირდაპირ ხელში მივცე კვერცხი შეკაი ადამიანი ასე აგენაცვალე ახლა გინახოთ მეორე ადგილი რომ ხარ კევიცი რამინდა კიცი და აბა შენიცი აუ რა მორწმუნია ხო გედეიწყავა მუხლები ლოცვით მაშ ასე ისღა დაგვრჩენია გენაცვალეთ რომ ჩვენი ანეკდოტების როულის პირველი ადგილი ვნახოთ დღეისათვის წამოდი მალე მოკტივარა პატივტივა მოკტივა სიმარე შეხედე ვიღაცა სარკეთა ვარდნია ჩემი ყოფილა კიდე კაი ამან კუბორვა ნახა დაგდებული გზაის პარა ჩაწაფოდა ეგრევე შიგნით მოკლედ ჩემო კარგებო დღეისათვის სულ ეს იყო მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს ასეთი მხიარული გადაცემის მომზადებისათვის და მინდა დაგემშვიდობოთ სულ რაღაც ერთი კვირით საუკეთესო სურვილებით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ერთმანეთს სულ რაღაც ერთ კვირაში ისევ აქ ისევ ამ ადგილზე შევხვდებით კარგად ბრძანდებოდეთ